2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები გორის საზოგადოების და ექსპერტთა ნაწილისთვის განხილვის აქტუალური თემაა. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, პროცედურული მიმდინარეობა და პარალელები გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებთან, საარჩევნო დინამიკა და თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნის პირველი პრეცედენტი. დემოკრატიული იყო განევა, ხოდა პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებსაც საშუალება რომ გამოეყენებინათ, როგორ გამოეყენეს ეს მეორე საკითხია. ამ ხრივ მე მგონი წინწადებული ნაბიჯი იყო. 52% მე მგონი ნორმალური პროცენტია, ეს არის ხმარი არჩევნები, თქვა არ არის აჟიოტაჟური არჩევნები, რომ თქვა როდესაც რაღაც რევოლუციის შემდგომია და ყველას უნდა ხოლმე რაღაც აღდგენების ალბათ ნორმალურია ეს. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ. აი ვიდრე ჩვენ არასოდეს არ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, როგორიც ჩვენ სოცნებაში რომ არის. არ გვეყოლება. ჩვენ არასოდეს არ გვექნება ისეთი არჩევნები, როგორიც ის დემოკრატიული, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები რომ ქვია. რატომ იცით? იმიტომ რომ ვიდრე ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით. ჩვენი მენტალიტეტში არ მოხდება სერიოზული გარდაქმნა, მანამდე ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, როგორიც გვყავს. ეს მოგწონს თუ არ მოგწონს ეს უკვე სხვა საკითხი. აი ეს თავისთავად მაჩვენებელია იმისა, რომ მოსახლეობაში გულის აცურვება. მაგრამ მოსახლეობაში გულის აცურვება ასეთი პასიურობით კი არ უნდა გამოიხატებოდეს, არამედ მოსახლეობის აქტიურობით. თუ მოსახლეობა აქტიური იქნება, ყოველთვის შეიძლება ხარვეზების გამოსწორება. დამოუკიდებელი კანდიდატების და ოპოზიციური პარტიების შედეგებს, ასევე გორში დანიშნული არჩევნების მეორე ტურს, დემოკრატიის სკოლის ადგილობრივი კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი მრავალპარტიული დემოკრატიის კონტექსტში განიხილავს. ესეთი მრავალმიმართულებიანი, მრავალპარტიული საკრებულოს წელობის ფონზე ალბათ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მეორე ტურშიც კანდიდატებს პირველი რაც ახლა აუცილებელი ის არის რომ დაარწმუნონ ამომრჩეველი რომ მივიდეს არჩევნებთან და ჩემი აზრით გამარჯვებას მოიპოვებს ის, ვინც უფრო მეტად მოტივირებულს გახსნას და ვინც უფრო მეტ ამომრჩეველს მიიღოს თავის ასე ვთქვათ ხარდაჭერს მიიღოს მეორე ტურის არჩევნებს. საზოგადოების ნაწილი კი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს არაერთგვარო უნდა დაფასებს. დრო იყო ცოტა თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებლად, იმიტომ რომ გვიან დაიხვეწა ასე ვთქვათ საკანონმდებლო სისტემა და თვითმმართველობის კოდექსი. რაც შეეხება თვითონ არჩევნების მიმდინარეობას, წინა წლებთან შედარებით ვთვლი, რომ უკეთეს პირობებში ჩატარდა არჩევნები, თუნდაც იმიტომ რომ სპეციფიკაც თვითმმართველობის არჩევნებისა განსხვავებულია, ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, ეს ცალსახად კარგი არის თვითმმართველობის პროცესში, მე ასე მგონია. თვითონ არჩევნების დღესაც დარღვევები სულ უფრო ნაკლები და ნაკლები არის ყოველ მომდევნო არჩევნებზე. ჩემი აზრით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ინფორმაცია სატელევიზიო არხებით, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა, მაგრამ ეს ალბათ არის უმნიშვნელო, ყოველ შემთხვევაში შედეგებზე ვერანაირად გავლენას ვერ მოახდენდა, ეს არის ექსპერტების შეფასება, მე მჯერა ამის. პირადად მე და ასევე ჩემი ჯგუფელები, საერთოდ სტუდენტობა აქტიურად იყო ჩართული, რა თქმა უნდა, აი ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წყდებოდა ჩვენი ბედი, მომავალი თაობის ბედი, მთლიანად საქართველოს მომავალი და ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი ყველასთვის და მიმაჩნია რომ ყველაფერმა საკმაოდ კარგად და მშვიდობიანად ჩაიარა, რაც მთავარია და ეს აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. გასულ არჩევნებთან შედარებით მაღალი შეფასების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მცირე პროცედურული დარღვევების და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გათვალისწინებით გარკვეული ნაკლოვანებები მაინც გააჩნდა.